სახელმწიფო ფაქტობრივად განზრახ არ გვასწავლის და დღეს ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფო ენის სწავლას, მაგრამ არც საბავშვო ბაღში, არც სკოლაში, არც უმაღლეს განათლებაში სახელმწიფო სათანადოდ არ ასწავლის სახელმწიფო ენას და ეს ზუსტად იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფოს ინარჩუნებს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური იარაღი ხელში, რომ როცა დააგაგუნებს სახელმწიფოს გარს, გითხრას, რომ ჯერ სახელმწიფო ენა ისწავლე, ჯერ სახელმწიფო ენა ისწავლე და ამის სანაცვლოდ სახელმწიფო შემოდის გარკვეული სახის პოპულისტური ნარატივებით, რომ ქართული ენა გვაერთიანებს, თურმე საქართველოში ჩვენ გამოერთიანებელი გვესაჭიროება. და ზუსტად ეს მოცემულობა, ეს არანაირზე დაფუძნებული და სიცარიელი პოლიტიკა არის დღეს იმის საფუძველი, რომ ეს ხშირად რო ვუსმენთ, რომ ინტეგრაცია, რომელიც არ არის დაწყებული და არ დაწყებული ინტეგრაციის პრობლემაზე ვსაუბრობთ და მეორე მთავარი ამბავი ზუსტად ამ კონტექსტში, რომ აი ეს შემუშავებული პოპულისტური პოლიტიკის მოცემულობა არ ეფუძნება თვითონ ეთნიკური უმცირესობების მოსაზრებებს და არ ეფუძნება და ეთნიკური უმცირესობები არ არის ამ შემუშავებული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკა ყოველთვის დღესაც მუშავდება თავად ეთნიკური უმცირესობების გარეშე.